დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ანალიტიკოსი სოფიკო სოხაძე. ძალიან დიდი მადლობა რომ ახედრო და ჩვენთან მოხვედით და ისევ რეგიონზე მინდა რა თქმა უნდა ვისაუბრო. ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით და ასე ოპოზიციის ნაწილმა, ოპოზიციის წარმომადგენელმა გავრცელა ინფორმაცია, უფრო ზუსტად ინფორმაცია კი რა სურვილი, რაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ მისი სურვილი ყოფილიყო მხოლოდ რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, ხა და ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან, კერძოდ აუცილებლად უნდა განლაგდნენ ამერიკული სამხედრო ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე, პორტები უნდა გამოიყენონ ირანის წინააღმდეგ და საერთოდ თურმე ომი არის აშენებისა და აყვავების საფუძველი. ხა მე ძალიან მიჭირს მისი მოტივაციის დადგენა, მისი როგორც ყოფილი მაღალჩინოსნის, იმიტომ რომ 2008 წელს ჩვენ მქონდა ვთქვათ ომი და მე რაღაც ვერ ვიხსენებ რომ აყვავებული იყოს იმ ომის შემდეგ ქვეყანა. თქვენი აზრით აი რა ვის პოლიტიკურ გზავნილს ახმოვანებს და რა მიზნით? გმადლობთ ნინო მოტივისთვის, მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს. იცით რა შეიძლება ითქვას ყოველივე ამის შესახებ. ჩვენი მოსახლეობა არის საკმაოდ გათვითცნობიერებული უკვე გეოპოლიტიკის საკითხებში. და მადლობა ღმერთს ძალიან კარგად ხედავენ მთლიანობით სურათსაც და მიმდინარე გლობალური პოლიტიკის ასე ვთქვათ მთავარ მიმართულებებს. და რომ არა ეს აქვე უნდა აღნიშნოთ, აი ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი ეს მთლიანობითი ხედვა, კრიტიკული აზროვნების უნარი, ხო? ქართული ოცნება ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისინი ვერ არიდებდნენ სახელმწიფოს იმ დიდ საფრთხეს, რაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში გადავიტანეთ. ფაქტურად 5 ჯერ იყო გადატრიალებით ცდელობა, ხო? კი. და რომ არა ეს, აი რაზეც ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე, სიღრმისეული ერის, ქართულ ცნობიერებით, ქრისტიანულ ცნობიერებით საფუძველზე მდგომი ქართველი ერის ძალიან ფართო ხედვა და ღრმა ანალიზი თქვათ, ხო? ქართულ ოცნებაზე ზოგადად ნებისმიერ მთავრობას გაუჭირდებოდა თქვათ იმ უზარმაზარი დარტყმის მიღება და გადატანა და რაც მთავარია გეოპოლიტიკური ვექტორის რევიზიის დაწყება და შეიძლება ითქვას რომ აი სწრაფი რევიზიაც, იმიტომ რომ მე თვითშენახვის ინსტინქტიც მგონია აი ამ გადარჩენის ერთ-ერთი მოტივი. არის, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მოდი ისიც ვთქვათ, ნუ დაუკარგავთ მთავრობას ამას, რომ ელიტა ის პატარა ფრაგმენტი ელიტის, რომელიც იყო პასუხისმგებელი ამგვარი გადაწყვეტილების მიღებაზე, ანუ გახსნილიყო თუ არა მეორე ფრონტი, ის ელიტა დამერწმუნეთ გაარიდებდა თავს ქვეყანას და მათი შთამომავლობა იქნებოდა მუდმივად უზრუნველყოფილი. ამაზე ხალხის თვითშენახვის რა თქმა უნდა, ანუ ეს ქართველების ეთნოფსიქიკის, იმიტომ რომ მართლა ძალიან ესეთი ძველი ისტორიის ერი ვარ და აი რას დააკლდა უკრაინას მაგალითად თქვათ, ხო? მათ ეს ვერ განსაზღვრეს და ფაქტიურად აი იმ კლასიკურ იმაში კონსტრუქციაში, რასაც ქვია დიდი მოთამაშეების გეოსტრატეგიული ინტერესებისთვის მსხვერპლად შეწირვა, აი ეს როლი, საკრალური როლი ფანტასტიკურად შეასრულეს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღემდე არიან აი ამ მანტრის ქვეშ, რომ ესე იგი მთელი ევროპის უსაფრთხოების ხაზი გადის მათზე და ოღონდ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი იყვნენ. ესე იგი თუნდაც დაიშალონ და თუნდაც განადგურდნენ და თუნდაც აი ხედავთ ხო რა დღეშია, აი მაინც ისინი ასე ვთქვათ ყოველთვის მათი ელიტა, ჩვენ მოსახლეობის აზრი არ ვიცით, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად დახურულია და ძალიან დიდი ზეწოლა და წნეხი არსებობს იქ, ყოველთვის მათი ელიტა ისევ იგივე გზას ადგას. რაც შეეხება თქვენ რას ვსწავლეთ, ხო? დათო საყვარელიძის, დავით საყვარელიძის, დაცვაობის ცნობილი სახის. ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ სკანდალური გამოსვლა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ეს ისტორიული მომენტი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, სამხედრო ბაზები, რომ ირანთან ესე იგი შემდგომი ბრძოლის გაგრძელება გარდაუვალია და ჩვენ ჭირდებით როგორც პლაცდარმი, ასე ვთქვათ, ეს ანუ გეოსტრატეგიული მდებარეობა, რაზეც ბატონი ჯეფრი საქსი აი თუნდაც იმედის ეთერში და უკვე წლებია ამაზე საუბრობს, რომ დასავლეთს ჩვენს
ჩვენს მიმართ, ესე იგი დასავლეთის ჩვენს მიმართ ინტერესის უმთავრესი მიზეზი ეს გახლავთ ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობა. მათ სასიცოცხლოდ სჭირდებათ სამხრეთ კავკასია და განსაკუთრებით საქართველო, რომელიც შავი ზღვის ქვეყანა არის სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, როგორც პლაცდარმი ზოგადად რეგიონში, ასე ვთქვათ, შემდგომი მოქმედებებისთვის, ეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ, ვთქვათ, რაც არ გამოვიდა ახლა ირანის წინააღმდეგ, ვთქვათ, ხო? ზოგადად რუსეთსაც ზუსტად იმავე იმით სჭირდება, თვალსაჩინო როგორც ვთქვათ, დასაყრდენი და პლაცდარმი და იმიტომაც მოხდა 2008 წელი, ხო? და ბაზებისა და განალაგა ერთი განსხვავება არის, მანდ არის ერთი ნიუანსი, რომელიც არსებითი ნიუანსია და რაზეც ჯეფრი საქსი ყოველთვის საუბრობს ხოლმე და იმედის ეთერშიც ამაზე ისაუბრა. განსხვავებით ამერიკისგან, სამხრეთ კავკასია და ზოგადად სამხრეთის სარტყელი ეს არის რუსეთისთვის მისი უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, მისი უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტი და ეს არის ეს გახლავთ გეოპოლიტიკური კანონზომიერება ზოგადად ძალის პარადიგმის ცივილიზაციაში. იმ ცივილიზაციაში, როგორც ცივილიზაციადაც ჩვენი დღევანდელი საკოცობრიო ცივილიზაცია ჩამოყალიბდა. ანუ ამის უმთავრესი მიზეზი გახლავთ ის, რომ საკაცობრიო ცივილიზაცია ვერ გადავიდა ჯერ, ესე იგი, სამეცნიერო ტექნიკური, ვთქვათ, პროგრესის განვითარების კუთხით ისეთ ახალ ეტაპზე, რომ აი ამ მოცემულობამ, თქვათ, შესაძლებლობა მოგვცეს ჩვენ, რომ მეტნაკლებად თანაბარ უფლებიანი და თანაბარ, ესე თქვათ, სამართლებრივი ბაზა მოწესრიგეს, იმიტომ რომ რეალობაშიც მართლა დიდი და პატარა სახელმწიფოები, ასე ვთქვათ, მათ შორის იყო სამართლიანი ურთიერთობები, ხო? ამისთვის ჩვენ ამაზე გვისაუბრია, ეს ამრცელი თემა, მაგრამ უბრალოდ საინტერესოა და აღნიშნა, რომ ამისთვის როგორც მინიმუმ, აი პირველი ეტაპისთვის, ანუ ამას ჩვენ ვეძახით პარადიგმულ ცვლილებას, იმისთვის, რომ საკაცობრიო ცივილიზაცია გადავიდეს ცივილიზაციური განვითარების ახალ ეტაპზე, ანუ სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის განვითარების კუთხით, ხო? ამისთვის მინიმუმ აუცილებელია, რომ ჩვენ მივახტიოთ განვითარების ისეთ დონეს, რომ აი ვთქვათ, მთელი მსოფლიოსთვის არსებობდეს უფასო და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი ენერგია. აი მაგათად ვართა და ნეხვდა ვინად გამზე სწორად მოეფინებს, ხო ვიცით, ხო? აი ესეთი, სხვა შორის ფიზიკოსებთან მე მისაუბრე და მათ უთქვამთ, რომ კოსმოსი სავსეა ენერგიებით. და მე-20 საუკუნის დაუბრუნდეთ ჩვენ თემას. აი ამაშია საქმე, თორე აი თქვათ, სანამ ეს მოცემულობა არ დადგება, ანუ მე-20 საუკუნს აი ტესლას ისინი თქვათ, ტესლა ეთერიდან იღებდა ენერგიებს, ხო? აი ეს სწორად, აი ეს ხაზი განვითარების არის ხელოვნურად დაბლოკილი, რომ არ მოხდეს ამ გზით განვითარება, იმიტომ რომ მსოფლიო ელიტებს, ეს ტრანსნაციონალურ კორპორაციას, ფინანსურ ელიტებს, რომლებიც ძირითადად 500 წელია ისინი მართავენ მსოფლიო რესურსებს, მათ არ სურთ და არ აწყობთ ამგვარი თანასწორობა. ვიდრე ეს მოცემულობა და ვიდრე რესურსებზე წვდომა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, თქვა, დიდი სახელმწიფოებისთვის და ამ რესურსების გატანა ლოჯისტიკური ხაზები, თქვათ, ხო? დიდი სახელმწიფოებისთვის გეოეკონომიკა, თქვათ, ეს არის უმთავრესი პლასტი შეიძლება ითქვას გლობალური პოლიტიკის, ხო? და აქედან გამომდინარე, თქვათ, რომ დაიშალოს, თქვათ, მსოფლიო, ესე თქვათ, იმდენ სახელმწიფოდ რამდენიერიც არსებობს, ხო? ჩვენ დაბრუნდებით ბნელ შუა საუკუნეებში, წავა ესე გაფართოების პროცესი, იმიტომ რომ ისინი ვერ გაინაწილებენ რესურსებს, ვერ გაინაწილებენ, თქვათ, ვერანაირ იმას, ასე თქვათ, უსაფრთხოების საკითხი, თქვათ, და ასე შემდეგ. ამიტომაც არის ახლა დამშეული 4 მილიონი ადამიანი, როგორ შეიძლება ვერ გამოყვებო ისე რომ საშუალო კლასი იყოს. ეს აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი საყვარელისგიმას განცხადი ცოტა გვაქვს. რომ ვისი გაახმოვანა და რა მოისინჯა ამ შემთხვევაში. ეს საზოგადოებისთვის იყო გზავნილი ხელისუფლება, ალბათ ისედაც იცის იქნებოდა ეს შეთავაზება. მე მაინც ეს ვფიქრობ და თქვა და აქვე დავსვა მაშინ ამ კითხვას, რომ აი ეს ურთიერთობის გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხო არ გულისხმობს, რომ ირანის წინააღმდეგ პლაცდარმა დათმობა ტერიტორიაზე და ამის გახმოვანება. დიახ, აი ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი უნდა გავაკეთოთ ისევ გლობალური გეოპოლიტიკის ანალიზიდან გამომდინარე, ვთქვათ, ხო? მოცემულობა დღეს, რომ ირანზე კვლავ შეტევა, ეს არის დროის საკითხი.
ვთქვათ, ხო? შარშან 12 დღიანი ომის დაწყებისთანავე მე დავწერებ წერილი ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის მხოლოდ გადავადება, ვთქვათ, ეს მოსიჭვა, რადგანაც ირანი არის, სისტემურად მიუღებელი სახელმწიფო, ძალიან მრავალი პარამეტრით, მისთვის ამერიკის შეერთებული შტატების და გარდა იმისა, რაც ახლა მიდის კონკრეტულად ახლა ვთქვათ, დიდი ომი გლობალურ დასავლეთსა და გლობალურ აღმოსავლეთს შორის, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბრძოლა ევრაზიის კონტინენტისთვის და ევრაზიის კონტინენტის მთავარი გეოსტრატეგიული არეალების დაუფლებისთვის. ანუ მთავარ გეოსტრატეგიულ არეალებზე დომინაციის გაზრდა, გავლენის გაზრდა, ვთქვათ, ხო, სადაც ეს არ გაუვათ, პროქსი ომების წარმოება, აფეთქება, დესტაბილიზაცია და რა თქმა უნდა, აქ მთავარი მცველები ევრაზიის კონტინენტის, ვთქვათ, ხო, რომელსაც თავად აქვს პრეტენზია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კონტინენტური ევრაზიის, ესე იგი კონტინენტური ხმელეთის მთავარი ძალის ცენტრები არიან რუსეთი და ჩინეთი, ვთქვათ, ხო? აი რუსეთი და ჩინეთი არიან მთავარი მცველები დღევანდელ დღეს ესე ფიგურალურად ვთქვათ ევრაზიის კონტინენტის. ხოლო ირანი არის შუარგოლი და ირანი ამ შემთხვევაში როგორც შედარებით დაბალი გეოპოლიტიკური სტატუსის მქონე ის რეგიონალური სახელმწიფოა, ხოლო რუსეთი და ჩინეთი მსოფლიო ძალის ცენტრები, ხო? სწორედ ირანის დასუსტებით და ირანზე დარტყმით, ირანის დაშლა ფრაგმენტაციის ცდილობით, ასე ვთქვათ, ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები, აი ამ სამკუთხედის დაშლას, რაც არის რუსეთი, ირანის, ჩინეთის სტრატეგიული ისა და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვა შორის შარშან, როდესაც იყო პირველი რაუნდი მოლაპარაკების ამერიკასა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში, ვთქვათ, ხო? მაშინ ვთქვათ, საინტერესოა, რომ როდესაც გამოვიდნენ მოლაპარაკებიდან, ვთქვათ, ესე იგი რუსეთის და ამერიკის წარმომადგენლები, სტივ ვიტკოფი იყო იქ ამერიკის მხრიდან, რომ კითხეს უკრაინის შესახებ, ჩვენ უკრაინის შესახებ არც გვისაუბრიაო, თქვეს და იყო ესეთი ფრაზა, რომ ჩვენ ვისაუბრეთ, ანუ თავარი განსახილველი საკითხი იყო ევრაზიის კონტინენტის, თვლიანად ევრაზიის კონტინენტის საერთო უსაფრთხოების საკითხი და ასევე გავიხსენოთ, რომ ევროპის წარმომადგენლები მაგიდასთანაც კი არ დასვეს და მათი მხრიდან ეს ძალიან დიდი წყენი საგანი იყო, რა თქმა უნდა, ხო? ანუ წყენოდათ ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ხო, ანუ და ესე იგი ერთ-ერთ ინტერვიუში სტივ ვიტკოფმა ასევე თქვა, ასეთი რამე, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ის სტრატეგიული კავშირი, სამხედრო სტრატეგიული კავშირი, რაც ჩამოყალიბდა რუსეთსა და ჩინეთს, რუსეთსა და ირანს შორის ეს შერბილდეს. აი ჩვენთვის აი მთავარი პირობა იყო ეს. და რა თქმა უნდა, როგორც ჩანს შემდგომა განვითარება მოვლენების აჩვენა, რომ ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. დღევანდელ დღეს აბსოლუტურად აშკარად და ცხადია და ამას უკვე რუსეთის და ამერიკის მხრიდან სხვადასხვა მაღალჩინოსნებიც ახმოვანებენ, რომ ვერანაირი რეალური შეთანხმება ვერ მოხდა ანგორიჯის შეხვედრის დროს შარშან 2025 წლის 15 აგვისტოს ალიასკაზე, როდესაც პუტინი და ტრამპი პირადად შეხვდნენ ერთმანეთს. იმავე დღესვე დავწერე მე ვრცელი წერილი, თუ რატომ ვერ შედგებოდა ვერანაირი შეთანხმება, იმიტომ რომ ისევ ეს არის გლობალური ჯახი, ესე იგი პლანეტარული მასშტაბის ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება, შეიძლება ითქვას ახალი ერას დასაწყისი და მათი სტრატეგიები ფარავს ერთმანეთს. ასე რომ ის რაც არის რღვევი ზოლი, თქვათ, ხო? სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი, შუა აზია, ინდოწყნარი ოკეანის რეგიონი, არქტიკაც ეხლა ძალიან მალე გახდება, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური დავის საგანიც, ხო? აი ეს რღვევი ზოლები, სადაც ეს სამი სამყარო, რუსეთი, ჩინეთი და ირანი ეჯახება ერთმანეთს, თქვათ, ხო? ისინი რეალურად არანაირი წინაპირობა არ ჩანდა იმის, რომ აი ამერიკა ბატონო მაპატიეთ ჩინეთი, რუსეთი, ამერიკა, ხო, არანაირი წინაპირობები ამის არ ჩანდა. სწორედ აქედან გამომდინარე, რომ ესე იგი, აი ეს მრავალპოლარული მსოფლიოს სტაბილურების ნიშნები არ ჩანს, აქედან გამომდინარე, ამერიკა ახორციელებს მის ნაცად ტაქტიკას, როდესაც ის ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზანს, ის ცდილობს გამოიყენოს თავისი როგორც პროქსი ძალები, ასევე თავისი ესე იგი სამხედრო ძლიერება თუ ეკონომიკური ბერკეტები, იდეოლოგიური თუ ასე, რომ თავარ გეოსტრატეგიულ არეალებზე, ასე ვთქვათ, მოახდინოს შემდგომი დეესკალაცია ვითარების, ასე ვთქვათ, და ეს უკვე როდესაც პროცესი ჩაშვებულია, შემდეგ უკვე პროცესის მიმდინარეობა უჩვენებს, ვთქვათ, ხო, იქ ვთქვათ, კონფლიქტამდე მივა საქმე თუ იქნება მუდმივი დესტაბილიზაციის და მუდმივი ქაოსის წყარო. და ეს მუდმივი დესტაბილიზაცია არ იძლევა საშუალებას
საშუალებას თქვათ, ხო? იმ სატრანსპორტო დერეფნების და ლოჯისტიკური ხაზების განხორციელების საშუალებას თქვათ, რაც აწყობთ მათ მოწინააღმდეგეებს. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ირანის დესტაბილიზაციის და დაშლო ფრაგმენტაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, გარდა იმისა, რომ სისტემურად მიუღებელი, ეს არის ჩრდილოეთ სამხრეთის და სამხრეთ ჩრდილოეთის მიმართულება. რომ მინიმუმ თქვათ, ხო, ამერიკის შეერთებული შტატები რამენაირად შემოვიდეს რეგიონში, ეს არ აქვს მნიშვნელობა ტრამპის ის იქნება ვთქვათ რა გზა, თქვათ თუ სომხეთისთვის რაღაც არარეალური იმების დაპირებების მისცემა და სომხეთის შეთრევა მისთვის სომხებისთვის ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ და ცივილიზაციურ პროექტში, რასაც აი თურქულ სახელმწიფოთა კავშირი ახორციელებს თუ სხვა და სხვა, ანუ ნებისმიერ სახით, ნებისმიერ ფასად შევიდეს რეგიონში, დამაგრდეს იქ და შემდეგ უკვე აი პროექტი როგორც აჩაშვებული ისე. აქედან გამომდინარე, თქვენ თუ გახსოვთ, რამდენიმე ხნის წინ იყო მისი ჩვენზე როა ძალიან გადაკიდებული ჯო ვილსონის მოსმენა კონგრესში. და კითხვა რომ დავისვა რუბლის არა? დიახ. იმანაც სერიოზულად უპასუხა. დიახ. და ჯო ვილსონი, ნუ ეხა ცნობილია საზოგადოებისთვის ეს იგი როგორი ეს პირდაპირ ეს კი ჩინეთის კომუნისტური პარტიის და რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმის ინტერესების გამტარი და კომუნისტური ოცნება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო და ნუ მარკო რუბიოს ესე იგი პოზიცია, რომ ჩვენ ესე იგი ვცდილობთ, რომ დავალაგოთ ურთიერთობა საქართველოსთან და ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მათ გეოპოლიტიკური ვექტორი გავასწორებინოთ, გეოპოლიტიკური ვექტორი შევაცვლებინოთ. აი ამ წინადადების შემდეგ მე ველოდი, რომ უკვე იქნებოდა პირდაპირი მოთხოვნა და აი დავით საყვარელიძის პირით ამის გახმოვანება, ეს იყო შეიძლება ითქვას, აი მარკო რუბიოს და ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის აი ამ დამოკიდებულების, რომ დაუბრუნდით დასავლეთის ვექტორს, დაუბრუნდით დემოკრატიის განვითარების გზას, ხო? აი ეს არის, რომ ამას ვინმე გაახმოვანებინებდნენ და პირდაპირ ყოველგვარი შეფარვის გარეშე გვითხრეს თქვენ გვაინტერესებს ჩვენ როგორც ტერიტორია, გეოსტრატეგიული ირანთან წინააღმდეგ, ლოჯისტიკა, ბაზა, სამხედრო შენაერთები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვიტოთ გადაცემა ძალიან საინტერესო ადგილას და გვეუბნებით მალე დავბრუნდებით და განვაგრძობთ საუბარს. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, განვაგრძობთ საუბარს ჩვენს სტუმართან, სოფიკო სოხაძესთან ერთად და ეს გახმოვანდა რატომ? ამას ხო ხელისუფლებას უფრო ადრე ეტყოდნენ, ვიდრე ეს თქვა დავით საყვარელიძემ, თქვა პირდაპირ ეთერში. ეს გახმოვანდა მოსახლეობისთვის, რატო ფიქრობენ, რომ მოსახლეობა მზად არის და ბოროტი ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას, რომ საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ? ასეთი გულუბრყვილო წარმოდგენა მე მგონი ეს არის რა თქმა უნდა თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ კულუარულად ამაზე საუბარი იქნებოდა თუმცა ამერიკის შეერთებული შტატებში ჩვენი მაღალჩინოსნების ვიზიტის დროს და აქაც როდესაც თქვათ ჩამოდის მათი წარმომადგენელი მაგრამ ეს არის უკვე უფრო მაღალ ხარისხში აყვანა ასე თქვათ მათ მიერ წამოყენებული პირობის ანუ ის რაც კულუარულად თქვენ ახლა პირდაპირ ყოველგვარი შეფარვის გარეშე პირდაპირ გაგონის მოსახლეობას. პირდაპირ ეს თავრობისთვის არის ეს სიგნალი. მათ რა თქმა უნდა ეს მანამდე იცოდნენ თქვათ. ნუ იცით რა არის აქ კაცმა რომ თქვას ეს არის დღევანდელ ვითარებაში გეოპოლიტიკურად გასაგებია და განზომიერია. თავიანთ მათი გადმოსახედიდან ამერიკის შეერთებული შტატები თვლიან რომ თქვათ რამდენად სამართლიანი არა სამართლიანი ეს ჩვენს მიმართ ეს სხვა საკითხია რომ ისინი არიან ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე ჩვენ ვჭირდებით მას სტრატეგიული კუთხით და გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი პოლიტიკური სუბიექტიზმი ფაქტიურად ახლა რაც არ უნდა ვიცახოთ რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ასე შემდეგ პოლიტიკური სუბიექტივიზმი და მაღალი გეოპოლიტიკური სტატუსი ჩვენ ხედავთ რომ აგერ მთლიანად ევროპის კონტინენტს უკვე აღარ აქვს და მათი სტატუსი ფაქტიურად განულებულია ხო და ჩვენ მათთვის პოლიტიკურ სუბიექტს საერთოდ არ წარმოადგენთ ერთადერთი რაც აქ მუშაობს თავისი ასე თქვათ შიდა ლოგიკით და ამას ქვია გეოპოლიტიკური შიდა დაფარვის მექანიზმი ის რომ
რომ ჩვენ რუსეთის მეზობლები ვართ. აი ეს ფაქტორი რო არ არსებობდეს, თქვათ, ხო, აი აქ მშვიდობა როგორ გვექნებოდა, ეს კიდე სათუო საკითხი. მაგრამ შეიძლება არ დავჭირვებოდით რუსეთის მეზობლები რო არ ყოფილიყოთ. ანუ როგორი რაღაცა არის, რომ ზოგადად აი ისევ რაზეც ჩვენ საუბრობდით, ძალის პარადიგმის ცივილიზაციაში არსებობს ესეთი ურთიერთმიმართების კანონზომიერება. ერთის მხრივ ძალის ცენტრსა და მეორეს მხრივ მის უშუალო საზღვართან მდებარე ბუფერულ სახელმწიფოებს შორის და განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად ადგილას, როგორიც სამხრეთ კავკასია. სამხრეთ კავკასია რუსეთისთვის ეს არის აქილევსის კუთხე. აქილევსის ქუსლი გესმით და თუ შენ აი ფილიგრანულ გეოპოლიტიკურ სვლებს აწარმოებ, თქვათ, ხო, ის საფრთხეები, რაც არის გამოწვეული იქიდან, რომ შენ ასეთ ადგილას ხარ, რღვევის ზოლზე ფაქტიურად. თქვათ, ხო, ეს საფრთხე შეიძლება ძალიან დიდ შესაძლებლობად გადაიქცეს და შენი შენმა პოლიტიკურმა წონამ აიჭიოს. ფაქტიურად ჩვენ დღემდე აი სწორედ აი ბეწვის ხიდზე სიარული და სწორი პოლიტიკური სვლებით, ანუ ომის დაწყებიდანვე ქართულ მოცემა დაიწყო გეოპოლიტიკური ვექტორის რევიზია საფრთხეების შესაბამისად. საფრთხე აბსტრაგირება უკან დაწევა, საფრთხე აბსტრაგირება. მერე ჩართეს უკვე აი ეს ესე იგი მხილების რეჟიმი, ნელ-ნელა გახსნეს ესე იგი ესე თქვათ ფშხილები, ნელ-ნელა ეხლა ფაქტურად ეხლა უკვე ისეთი მხილების რეჟიმში არიან გადასული, რომ ამაზე მაღლა უკვე აღარ არსებობს და ჩვენ ასევე ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მართალია რომ დღევანდელ დღეს თქვათ ამერიკის შეერთებული შტატები და კონტინენტური ევროპა ძალიან დაპირისპირებულები არიან ერთმანეთთან, ხო, აი ამას წინა თქვა ტრამპმა, რომ აი საზიზღრად მოიქცა ესპანეთი, ძალიან გვალწრუებული ვარ საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის აქციელი და ესპანეთი ხო საზიღრად, მაგრამ ჩვენ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მაინც ერთიანი დასავლური ცივილიზაცია არის და ჩვენ როდესაც მაგალითად ევროკავშირს თქვათ ხო ძალიან მწვავედ ვაკრიტიკებთ, ეს სიგნალი არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და დამერწმუნეთ, რომ დიდად მათ ეს რა თქმა უნდა არ სიამოვნო. თავად შეიძლება აკრიტიკონ, მაგრამ როდესაც საქართველოს აი წლების მანძილზე მათი პროქსი ქვეყანა, მათი ნების უპირობო შემსრულებელი ქვეყანა ბედავს და თქვათ ხო, მის დაქვემდებარებაში მყოფ, ასე თქვათ, ევროკავშირს და ევროპას, ასე თქვათ, აკრიტიკებს, რა თქმა უნდა, ეს მათთვის სასიამოვნო არ იქნება. აქედან გამომდინარე, აი ისე რომ დაუბრუნდეთ დავით საყვარელიძის ამ სკანდალურ განცხადებას, რომ ეს ისტორიული დრო არის, რომ ჩვენ სასტრაფოდ სამხედრო, ესე იგი, ის უნდა დავამყაროთ ხელშეკრულებები გავაფორმოთ ამერიკის შეერთებული შტატებთან ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რაც საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედროების შემოყვანას საფუძველზე. ლევან პირველი ნათელი მის სულს ანდიდან ეკლესია ქართული საზოგადოებისთვის მისი ესე უდრო წასვლა. ლევან პირველი საუბრობდა ამის შესახებ, რომ შესაბამისი კანონიც არის მიღებული, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებს თავისუფლად, ანუ თავიდან ბოლომდე ჩვენ ვიყავით გარემართვაზე მყოფი კოლონიალური სახელმწიფო. ყველა მდგენელი საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკის მოდელი, იდეოლოგია, განათლების სისტემა, ზოგადად ყველაფერი აბსოლუტურად და 2022 წელს დაწყებულმა ამ დიდმა გეოპოლიტიკურმა გადანაწილებამ ჩვენ მოგცნა რაღაცა პატარა ლუფტი, ფანჯარა, ჩვენ მოგცნა შესაძლებლობა რაღაც სხვა ძალას დავყენოდით ჩინეთს კონკრეტულად, რომ ის რაღაც ეკონომიკური ბალიშის ფუნქცია შეასრულებინა, თქვათ, ხო? და აი ნელ-ნელა აბსტრაგირდებით ამ დასავლეთის, ანუ დღევანდელ დღეს შეიძლება სრული დარწმუნებით ითქვას, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ეს არ არის დასავლეთის მხოლოდ ერთ ვექტორზე სწორება. ვაწარმოებ შეძლების დაგვარად მრავალვექტორულ პოლიტიკას, ოღონდ აქ მთავარი საკითხი ეს არის, აი ლავირების რესურსი სადამდე ექნება სახელმწიფოს. აქ საუბარი არა ქართულ ოცნებაზე ან ნებისმიერ სხვა ძალაზე, რომელიც იქნება სახელმწიფო სათავეში, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ისე როგორც არასდროს ჩართულია დიდი გეოპოლიტიკის კანონზომიერება, შეიძლება ითქვას, რომ დიდი გეოპოლიტიკა მთელი თავისი შინაარსით და მდგენელებით დაბრუნდა და დღევანდელ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, პიროვნულ სიბრძნეს და დროზე გადადგმულ ნაბიჯებსაც, მაგრამ უმთავრესია აი ხელისუფალმა და ხალხმა ჩვენ ზუსტად განსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკური სტატუსი და ჩვენი გეოპოლიტიკური პარამეტრები. ეს გეოპოლიტიკური პარამეტრები შენ გაძლევს რეალურ გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რეალურ გეოპოლიტიკურ ბერკეტებს, რომ შენთვის სასურველი სახელმწიფო პოლიტიკა აწარმოო. აი ამ მიმართულებით ჩვენთვის ყველაზე დიდი აქტივი, ანუ ჩვენ გეოპოლიტიკურ აი ამ ინსტრუმენტებში
მთავარი აქტივი, ოქროს აქტივი, არის გეოსტრატეგიული მდებარეობა და ამ გეოსტრატეგიულ მდებარეობაში ოქროს აქტივი არის შავი ზღვის სანაპირო ზოლი და თბილისი. აი ეს ორი აქტივი არის, რომელსაც აქ დღეს ოქროს წონა, ოქროს ფასი შეიძლება ითქვას და ზოგადად აი სამხრეთ კავკასიის და საქართველოს მიწის ყოველი გოჯის ფასი, გეოპოლიტიკური ფასი დღითიდე იწევს, მაგრამ აქ რა არის? მაგრამ უკაცრავად ეს ზრდის კიდევ ხიფათს, დიდი ფასი აქვს და ჩვენ აი შავ ზღვაზე არ ვისაუბრეთ და მინდა რომ მოვასწროთ დაგვრჩა 6-10 წუთი. შავი ზღვა ძალიან მძაფრი დაპირისპირების ადგილია რუსული და სხვადასხვა ჩინურიც, მაგრამ განსაკუთრებით რუსული და ამერიკული ინტერესებისა. იქ რა როლისთვის ჭირდებათ, რა ზიანი შეიძლება მივიღოთ ან ერთისგან ან მეორისგან, მინდობ რომ რუსეთს უკვე აფხაზეთის აკვატორია de facto აფხაზეთს აღებული აქვს. ჩვენ გვჭება დანარჩენი აკვატორია გვჭება, რომელზეც მიდის გააფთრებული ბრძოლა. ანუ ისევ გამეორებ რომ ჩვენ ვართ ღვევის ზოლზე და აი ერთი ფეხის დაცენა და გეოპოლიტიკური შეცდომის დაშვება, ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკური შეცდომის დაშვება რა არის? გავხსნათ ფრჩხილები, აი ზუსტად ის, რასაც დათო საყვარელიძე ითხოვს ამერიკის ადმინისტრაციის ახმოვანებს, ხო, რომ ჩვენ აი ყველანაირად უნდა შევძლოთ, რომ აი მინიმუმ ეს სტატუს კვო მაინც შევინარჩუნოთ, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენი ტერიტორია არ გახდეს პლაცდარმი არც რუსეთის წინააღმდეგ, რაც მოვახერხეთ აქამდე და არავითარ შემთხვევაში არც ირანის წინააღმდეგ. ამის შესახებ მე ვწერდი ჯერ კიდე 2024 წელს, როდესაც იყო მორიგი გადატრიალების ცდელობა 2024 წლის 17 აპრილს ეს წინა საარჩევნო მთელიმნებათა ღელვები რო იყო და ძალიან ისეთი დესტრუქციული ელემენტების გააქტიურება. მე მაშინ თქვი, რომ აი აქ რაც ხდება ახლა რუსთაველზე, აქ მთავარი თქვათ მიზანი მთავრობის სრულიება კი არ არის, აქ არის მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაცია და ეს მიმართულია როგორც რუსეთის, ასევე ირანის წინააღმდეგ. მაშინ მე ბერმა მოწერა, რომ ნამტანი აბუქებო, ხა რუსეთი არ გეხო, ირანიც დაამატეო. ზუსტად 2024 წლის 17 დეკემბერს 6 თვის შემდეგ იგივე თქვა ჯეფრი საქსმა, რომ მთავრობის გადატრიალება კი არა, აქ მთავარი მიზანია ზოგადად სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაცია. და ის, რომ ირანთან ომი ეს იყო გარდაუვალი, თქვათ, ხო? და 2023 წელს თქვათ ის ცნობილი ჰეზბოლას შეტევა, თქვათ, ხო, ბჭყალებში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დია, ხო, რომ აი ამის საბოლოო მიზანი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატებია, თქვათ, შემოსულიყო რეგიონში და დაეწყო манипуляция, თქვათ, და რეგიონის დესტაბილიზაციის ცდილობა და ეს არის კიდე ძალიან ძველი კონსტრუქციის, რასაც ქვია ნეოკონების ახალი ახლო აღმოსავლეთ. ამის შესახებაც მე ვწერდი 2022-23 წლებში, რომ ის ყველაფერი რაც ხდება ახლა ახლო აღმოსავლეთში, ეს არის აი ამ დიდი პროექტის, რასაც ქვია ახალი ახლო აღმოსავლეთის ფორმირება, ანუ დაშლა ფრაგმენტაცია, მთლიანად დაშლა. როგორც შეიქმნა პრინციპში. დიახ, აი ეს დიდო, აი თქვენ დამასწარით უნდა მეთქვა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც აი რუკასაც რო დახატო, აი სახაზავითაა დახაზული აქტიურად, ხო? ზუსტად ასევე, საერთოდ ეს არის ანგლოსაქსების ჩვეული ტაქტიკა, როდესაც ისინი ვერ აღწევენ თავიანთ მიზანს, ისინი იწყებენ დაშლა ფრაგმენტაციის მცდელობას და გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ დღეს ირანი ეს არის შუარგოლი რუსეთსა და ჩინეთს შორის, რა თქმა უნდა, ირანს არ მოეშვებიან და მათ ყველა სტრატეგიაში ახლო აღმოსავლეთის სამხრეთ კავკასია ეს არის ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცე. ანუ იმის დამიხედვით, როგორ წავა პროცესი ახლო აღმოსავლეთში, ზუსტად პირდაპირ პროპორციულად განვითარდება შემდეგ დაიწყება დესტაბილიზაციის ცდელობა, ანუ აი პირდაპირ დომინოს ეფექტით სამხრეთ კავკასიაში და ამას ჩვენ ვხედავთ სომხეთის მაგალითზე, ჩვენ ვხედავთ ასე ვთქვათ, როგორ არის მიბმული უკვე არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ სამხედრო სტრატეგიული და ცივილიზაციური კუთხითაც აზერბაიჯანი. თურქეთს რომელიც ნატოს წევრია. კი ბატონო და აქ არის ასევე ძალიან ისეთი საკითხი, რომელიც რუსეთისთვის არის ასევე წითელი ხაზი, საერთო ნატოს ბაზის მშენებლობა კასპიის ზღვაზე და აქ საინტერესოა, რომ ჩანს უკვე ისეთი მოთამაშე, როგორც არის ბირთვული პაკისტანი, რომელთანაც აზერბაიჯანს გაფორმებული სამხედრო სტრატეგიული ხელშეკრულება და შარშან 2025 წლის ივნისში გაფორმდა ხელშეკრულება და ეს პროექტი ჩაშვებულია 4 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ბომბდამშენები ავიაგამონადგურებლები შეიძინა აზერბაიჯანმა პაკისტანისგან. ეს მხოლოდ ერთი ფრაგმენტი. სომხეთის უნდა და წუთნახევარი გვაქვს და აუცილებლად უნდა გკითხოთ. აი ჩვენ ამ შემთხვევაში აი საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ სახელმწიფოს დამოუკიდებლად სომხეთისა და აზერბაიჯანისგან
შეუძლია დაალაგება პოლიტიკის, რომელთაც გადაარჩენ, თუ ეს უნდა იყოს კოორდინირებული ამ სამივე სახელმწიფოს შორის. იცით რა ნინო, ძალიან კარგი იქნებოდა თქვათ, ხო აი ბატონი ირაკლი აქ ძალიან საინტერესო კონცეფცია, რომელიც სხვა შორის ბაქოში გოგავას წარმატებით ხშირად არის ხოლმე აქ და ამიტომ ხო ეს არის სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ინტეგრაციული პროექტი თქვათ, რომ სუმირება მოხდეს ჩვენი ეკონომიკური სიმძლავრეების და ერთიანი რეგიონი მართლა საკმაოდ ძლავრი ერთეული იქნებოდა. მაგრამ იმდენად რთული ვითარება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და იმდენად სხვადასხვა უკვე გეოპოლიტიკურ ვექტორებთან არიან მიბმული აზერბაიჯანი თქვათ ეს თურქული ნატოს იმითი თქვა შუა აზიური სომხეთი უკვე განსაკუთრებით ვატიკანის შეიძლება ესე ითქვა ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ სხვათა შორის აქ ბატონია დანელიასთან მე და დავით არა მე და ბატონი დავით ახვლედიანმა დიახ ზოგადად სომხეთისა და ვატიკანის და მე ჩემ გადაცემაში ბატონ დავით დიმიტრი ლოთქიფანიძესთან თქვა ხო ანუ ძალიან რთული სიტუაცია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და გამომდინარე იქიდან რომ რა შეეცით საქმე თავარი მაინც არის ეპოქისული ესე იგი პოლიტიკოსმა უნდა იწვოს ეპოქისური რა ეპოქაა დღევანდელ დღეს ახალ გეოპოლიტიკურ გადანაწილებასთან ერთად შეინიშნება ძალიან საშიში ტენდენცია რომლის შესახებაც მე დიდი ხანია უკვე ვსაუბრობ ანუ გეოპოლიტიკურმა ძალის ცენტრებმა და რეგიონალურმა მოთამაშეებმა დაიწყეს თავიანთი გეოპოლიტიკური პარამეტრების ზრდა ეს არის ძალიან ანუ ფაქტიურად ჩვენ ვარ ძალიან ცუდი მაშინ სადაც ჩვენს ირგვლივ ძველი იმპერიული ესე იგი წარსულის მქონე და მათი ესე იგი ჩვენ ვარ გადაფარვის ზონაში ორი თვალსაზრისით გაგჭრიან დავლის გარეშე და აქედან გამომდინარე თქვენ რას დამისვით კითხვა მე მაგ დღევანდელ დღეს წარმოუდგენლად მიმაჩნია ესე იგი ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის რომ იმდენად არ მოხდეს თქვა ჩვენი ინტერესების დაპირისპირება ანუ გეოპოლიტიკურმა სხვადასხვა ძალის ცენტრება იმდენად თავისკენ არ გაკაჩონ ცალკე სომხეთი ცალკე თურქეთი და ჩვენ ჯერჯერობით არში ვართ გამოკიდებული და ესეც გეოპოლიტიკურ ვაკუუმს ქმნის და ეს ძალიან საფრთხილო რომ ჩვენ არ მათი პროექცია დაპირისპირების არ მოხდეს ძალიან დიდი ბოდიში რომ უნდა გადაწყვეტინოთ იმიტომ რომ უნდა დავასრულოთ გადაცემა ჩვენი რომ ამოიწურა სამწუხაროდ მე დიდ მადლობას მომახსენებ სტუმარს დიდ მადლობას მომახსენებ ჩვენს მაყურებელსა და სვენას მე თქვენ გემშვიდობებით ხოლო თქვენ 16 საათსა და 10-ზე გელით დროული დიალოგი ნახვამდის.